ჰანოვერში უტე შვერც წლებია სახლის წინ პრობლემა აქვს. ჩემი ქონება აქედან ავტოფარეხის სიგანეზეა გადაჭიმული. სინამდვილეში ეს 5,5 მეტრია, რაც ქუჩას ესაზღვრება. და მე ვიხდი ტროტუარის საფასურს, აი იქამდე, ბოლომდე. ყველაფერი საკმაოდ მოწესრიგებულად გამოიყურება. ალბათ ქალაქის ქუჩების დასუფთავების ცენტრი, რა თქმა უნდა, რეგულარულად მოდის და ყველაფერს ასუფთავებს. აქ კარგად ჩანს. ისინი აი ამ ტერიტორიას ასუფთავებენ და შემდეგ მიდიან. ეს მონაკვეთი საერთოდ არ იწმინდება, რადგან მისი გაწმენდა მანქანას საერთოდ არ შეუძლია. კარგი, უნდა ვაღიაროთ, რომ ცოტა ვიწრო ჩანს. რა თქმა უნდა, დასუფთავების გადასახადს მაინც იხდის წელიწადში 296 ევრო და 40 ცენტი. შვერტების ოჯახი ქალაქთან 30 წელზე მეტია დავის პროცესშია. ამ დროის განმავლობაში ბილიკის სიგრძე იდუმალებით მოცულ ვითარებაში შეიცვალა. 1999 წლამდე ქუჩების დასუფთავების საფასურის საფუძვლად 6,5 მეტრი გამოიყენებოდა, სანამ მამაჩემი მათ არ დაუკავშირდა და ხელახლა არ გააზომინა. მას შემდეგ მხოლოდ 5,5 მეტრი დაადგინეს და მოულოდნელად 1993 წელს მან მიიღო შეტყობინება, რომ საფუძვლად 31 მეტრი იყო გამოყენებული. ახლა ქალაქი ამ ქუჩას ტროტუარად მიიჩნევს. ვინაიდან ქუჩების დასუფთავების რეგულაციების მეოთხე მუხლის თანახმად ტროტუარების მიმდებარე ტერიტორია ქონების მესაკუთრეებმა უნდა გაწმენდონ, მაგრამ ქუჩების დასუფთავების საფასური მაინც უნდა გადაიხადონ. და მე ვფიქრობ, რომ ეს სიტყვასიტყვით გზის მისაკუთრებას ნიშნავს. გთხოვთ, ასეთია წესი, ასე რომ შეუდექით საქმეს ქალბატონო შვერტ. და თუ მე ამას არ გავაკეთებ, ან საკმარისად კარგად არ გავაკეთებ, მაშინვე საზოგადოებრივი სამუშაოების დეპარტამენტიდან წერილს ვიღებ და მთხოვენ ამ არეულობის მოშორებას. ხალხი ნამდვილად მოდის, ამოწმებს ტერიტორიას, იღებს სურათებს და პოსტით მიგზავნია. ჩვენ ვიტყოთ, რომ ეს დეფექტები დაუყოვნებლივ გამოსწორდეს და დასრულების შესახებაც დაუყოვნებლივ გვაცნობო. მაგრამ არის სიახლეები. ქალბატონის შვერტის მიერ შეტანილი სასამართლო პროცესის შემდეგ ჰანოვერის მერიამ ხელახლა განიხილა მთელი საკითხი და დაადგინა, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან გზა კიდევ უფრო გრძელი აღმოჩნდა, შედეგად 32,5 მეტრი. რა თქმა უნდა, ქალბატონ შვერტს ასევე მოუწევს ამ დამატებითი 1,5 მეტრის გადახდა. ეს ყველაფერი სუფთა ჰანოვერისთვის.